Დაბადების თვე რიცხვი და წელი. 1973 აპრილი. კი ბატონო, საქართველოს მოქალაქეა. განათლება თქვენი? უმაღლესი. ამჟამად მუშაობთ, სად მუშაობთ და პოზიცია? მუშაობ საჯარო სკოლის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში, უფროს გამომძიებო. კი ბატონო. გაგაცნობთ თქვენს როგორც მოსლის უფლება მოვალეობას, თქვენ უფლება გამიგიცოდეთ, რასაც მიმართებით ხართ გამოცხადებული დამოკიდებაზე. სასამართლომ გაიგეთათ განმარტება, უფლება გაიცნოთ თქვენი მონაწილეობის ჩატარების ხდომისათვის, მოითხოვოთ მასში შემიძლების და დამატებების შეტანა, უფლება არ მისცეთ დანაშაულის ჩადენაში თქვენი ან თქვენი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. ვალდებული ხართ გამოცხადეთ სასამართლოში გამოძახებისთანავე, უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს, არ გამჩნევთ საქმესთან დაკავშირებით გარემოებით, თქვენ ამის შესახებ გაგაფრთხილებთ სასამართლო ამასთან, გაგაფრთხილებთ ჩვენების მიცემაზე. უარის იმისათვის, თუ ჩვენების მიცემისათვის თქვენ დაგეკისრებათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა. ვიდრე ჩვენებას მისცემთ, კარგად მოგიხსენებათ, რომ კანონი ითვალისწინებს ფიცის დადებითლობას, გაქვთ არჩევანის უფლება, შეგიძლიათ რელიგიური ფიცი არჩიოთ, არარელიგიურია ფიცის შემცველი დადებითლობა, რომელია მისაღებელია. დაიბრძეთ ყოფის შემძე და ყოფის მცოდნე მეთაშე, რომ მთელი შემძედის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ. თქვენ დავწეროთ ფიცსა, უნდა იყო შემფარვლა. უცაურეთ იყო შემფარვლა. გამიდასტურეთ ბატონო მემკვიდრე. პირდაპირ დაკითხვის 40 წუთი ბატონო და 15 საათზე ამოგვისურვებთ. მოგესალმებით. ბატონო როგორც გამარჯვება სასამართლო სულ ფაქტებში გამოგვიყვება მიეწოდეთ სასამართლოს პროგრამას. სამუშაო ფაქტებთან დაკავშირებით ვისაუბრებდით, როდესაც თქვენ სამუშაო გამოცდილებასა და თანამდებობაზე როდესაც. საერთო შეანგაზაფხული ორგანოებში მუშაობ 1993 წლიდან. 2000 წლიდან მუშაობ საგამოძიებო ორგანოებში და დაკავებულ თანამდებობაზე 8 წელი. ისო თუ არა, უშუალოდ ვერ ვიცნობ, მას არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ ისე ვიცი ქალაქში რომ ეს არის მედია მენეჯერი. არა, არასდროს არ ვარ შეხვედრილი. ისო თუ არა დასაღალებული ინფორმაციას და საიდან ისო და თუ არა ასე ისმარ განსტირანი. არა, მას ვიცნობ სამსახურიდან, ეს არის საჯარო სკოლის დეპარტამენტის პატრონის საკრებულო სამმართველოს უფროსი და რაიმე დაპირისპირება მასთან არ მაქვს. ბატონო, მიკროფონთან ახლოს ისაუბრეთ, რომ დარბაზში ახლოს მოგზავნეთ მიკროფონთან ბატონო. თქვენ ზანდებოდით ერთ-ერთი გამოძიებელი ამის საქმეზე და ეს მე ჩატარებული საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით რომ ისაუბროთ და მიაწოდოთ სასამართლოს ინფორმაციას. მოგახსენებთ რომ 2025 წლის 11 იანვრიდან 12 იანვრის დილამდე მე ვიყავი მორიგე გამომძიებელი და გასულებული სამსახურეობრივ მოვალეობას. 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში პირველი საათი ზუსტად აღარ მახსოვს, მე დავეწერა გიორგი კავსაძე ჩემი უფროსისაგან პატაკი, ინფორმაციული პატაკი, რადგანაც უნდა დამეწყო გამოძიება, რომელშიც ასახული იყო ის შინაარსი, რომ პოლიციელზე მოხდა თავდასხმა და ასევე მან როდესაც პატაკი დამაწერა რეზოლუცია და გადმოცა, მითხრა რომ მზია ამაღლობელი იყო დაკავებული ფაქტობრივად 353 პრიმამოხლის პირველი ნაწილი. მე აღნიშნული პატაკის შინაარსიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ დამეწყო გამოძიება 353 პრიმამოხლის პირველი ნაწილით, რის თაობაზეც ვაცნობე ჩემ უშუალო პროკურორს, რომელმაც ასევე დამეთანხმა და დავიწყე გამოძიება პოლიციის და თავდასხმის ფაქტზე 353 პრიმამოხლის პირველი ნაწილით. და აღნიშნული პატაკის ავტორი იყო ბერდია ფერაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. პატაკთან დაკავშირებით საუბრობთ, ეს არის უფრო კონკრეტულად მოგვითხრა, სად იყო ეს თავდასხმა? აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან იყო მიტინგი და ამ დროს მოხდა ერთ-ერთი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს ქალაქის სამმართველოს უფროსი მოხდა თავდასხმა, რომელსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ხელი გაარქვა მარგვენა ლოკასა გურის არეში. როგორც შემდგომ დაადგინდა იყო მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავებული და ადგილზევე ფაქტის დროს და შემოყვანილი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. თუ იყო უშუალოდ პატაკში ბედრიამერაძის მიერ მითითებული მიზზე გახოცილდა თავდასხმა. კი, პატაკში იყო მითითებული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საკრებულოს სამმართველოს უფროსი ერაკლი გებუაძეზე მოხდა ფიზიკური შეურაცხმობა. დაიწყო გამოძიება. ამის შემდეგ გასაკეთებ ეხლა აღნიშნული შემდგომ მე მხოლოდ გამოვკითხე პატაკის ავტორი ბერდია ფერაძე. პატაკის შინაარსიდან გამომდინარე და მოხდენილ მოვლენასთან დაკავშირებით მოგცა დეტალური ინფორმაცია, რაც ჩემს მიერ იქნა დაბეჭდილი, გაეცნო ბერდია ფერაძე და მოვაწერა ხელი. უშუალოდ ბერდია ფერაძე ამახვილებდა ყურადღებას, რომ იმყოფებოდა ჭიშკართან, შემოსასვლელთან, რა დროსაც მიმდინარეობდა მიტინგი და ამ დროს ბათუმის საკრებულოს სამმართველოს უფროსი ირაკლი გებუაძე უმართავდა მიტინგებს, თუ რისმის იყო დაკავებული ადმინისტრაციით ორი მოქალაქე და ეს გიორგი ბჟალავა და ბერდია ფერაძე ამ დროს იყვნენ მის მარცხენა მხარეს, რომელმაც დაინახეს როგორ მოქაჩა ამაღლობელმა ქურთულზე ხელი და როგორ გაარტყა სახეში ხელი და ამაზე იყო ძირითადად გამოკითხვა და აქცენტი და როგორ დააკავეს ის ადგილზე და შემოიყვანეს პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. რა ხდებოდა ეს შეგრება იყო როგორც აღნიშნე ჩვენი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან ჭიშკართან ახლოს, სადაც იყო ასევე გასული ჩვენი ეს ირაკლი გებუაძე და რომლის გვერდზეც იდგა ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა. და ამ დროს მან დაინახა, ასე წერს მის ჩვენებაში, რომ დაინახა თუ როგორ გაარტყა მზიამაღლებმა ხელი ირაკლი გებუაძეს მარჯვენა ლოყასა და ყურის არეში, რომელიც გაუწევდა როგორც ამბობს მის ჩვენებაში. არა, თვითონ გაეცნო აღნიშნულ ოფს და არანაირი შეიმჩნევა განცხადება არ გაუკეთებია, მოაწერა ხელი. თქვენ პირადად თუ გქონდა შეხება ამაზე ამბობთან და მათთან ეს საკუთრივ საგამოძიებო მოქმედება ხوار იყო. მე არანაირი შეხება არ მქონდა და არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულის გარდა ამ საქმეში არ ჩამეტარებია. ამ საქმეში გამომდინარე ის ზოგადად თუ შევხვდით მას ამ გასაუბრებელი ხარ კომუნიკაცია პრეშორის უარყოფა ან პორშესები ხარ თქვენ აღნიშნეთ რომ დაკავება პირადად ჩატარდა ზიანმაღლობელი სხვა ნაგინახია დინატანებდა საქმიდან მხოლოდ საქმიდან გამომდინარე ვიცი რომ ისი დაკავება პირადი ჩხრეკის ოფის შედგინა მოახდინა ჩვენი თავმჯდომარე თამარ კერესელიძე. სხვა მის შესახებ არ ვიცი რა. ბატონ თორნიკე სამშე. 40 წუთი დაცვის მხარეს. პატაკში ფიზიკური შეურაცხმობა. მიაყენა ფიზიკური შეურაცხმობა. იმიტომ რომ აქ პროკურორის უდეწებოდა თავდასხმა პატაკში წერია ფიზიკური. მიაყენა ფიზიკური შეურაცხმობა. შემდეგ თქვენ გამოკითხეთ ბერდია ფერაძე. კი ბატონო. ამ გამოკითხვაში ჩვენი ვიცით რა წერია იმ გამოკითხვის ოფში, მაგრამ ხოხლებოდით და ამ გამოკითხვის ოფში ბერდია ფერაძე სადმე გითხრათ რომ გებუაძეზე მოხდა თავდასხმა. თავდასხმა, ასეთი სიტყვა არ ყოფილა, მაგრამ მან აღწერა ის მომენტი, თუ რა მოხდა ზოგადად, რომ მოკაჩა ქურთულზე და ხელი გაარტყა, მარცხენა ხელი გაარტყა მარჯვენა ლოყისა და ყურის არეში. მადლობა. თქვენ როგორ იცით, ბერდია ფერაძე განათლებით იურისტია? კი ბატონო, როგორც მე ვიცი.
რამდენი წელია მუშაობთ ბერდი ოპერაციასთან თქვენ? ანუ თქვენი ვინ არის ბერდი ოპერაციის სამსახურებრივი? ჩემი უფროსია. თქვენი უფროსი. რამდენი წელია თქვენი უფროსია ბერდი ოპერაციაში? დაახლოებით 3. დაახლოებით 3. თქვენ ბევრი საგამოძიებო მოქმედება არ გაქვთ საკუთარი აღსაქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოძიება თქვენ დაიწყეთ და საქმე თქვენ გაძლიათ. მე მაინტერესებს ამ საქმეში დევს ინფორმაცია სხვა იმ დღეს 11 იანვარს პოლიციის შენობასთან დაკავებული სხვა მოქალაქეების შესახებ და დათვლი გაქვთ საქმეზე, მათ შორის მათ მიმართ სასამართლოს დადგენილებული ყველას. გამოთხოვილი გაქვთ და დათვლი გაქვთ საქმეზე. მე არ მაქვს. თქვენ არ დაგიქციათ, არ იცით. ანუ მე მაინტერესებს რა ეწაფამდე იცით ეს საქმე? აი ბერდი ოპერაცია რომ გამოკითხეთ, იმის შემდეგ თავარი გამომძიებელი იმის მერე იყო გურამ დიასამიძე, როგორც მახსოვს და შემდეგ გადაეცა გურის საგამოძიებას. და მე საქმესთან სხვა შემთხვევა არ მქონია და არ ვიცი ვინ რა გამოითხოვა, რა დაურთო, იმიტომ რომ არ მონაწილეობდი ეს სხვა. თქვენ პროკურორმა გკითხათ რა ურთიერთობა გაქვთ ბატონ ბრევუაძესთან და თქვენ უპასუხეთ, რომ მასთან რაიმე პირადი ან კონფლიქტი რაღაც ასეთი პირადი ინტერესები არ მახსოვთ. მაგრამ მე ვიგით მაგკითხვა. ანუ მასთან აი სამსახურებრივი ურთიერთობა რამდენი ხანია გაქვთ? რამდენი ხანია შენობაში საქმეა? რაც დაინიშნა 2 წელი მეგონი, მაგრამ მასთან შეხება არ მაქვს. ის არის ქალაქის საჩუქრა აჯანყების დეპარტამენტის საგამოსამართლებლად და სამსახურებრივად არანაირი შეხება არ მაქვს. სამსახურებრივად მას არ ეკონტროლებენ, მაგრამ ანუ რამდენად გაქვთ ადამიანური ურთიერთობა, პროფესიული ურთიერთობა მასთან არა? მაქვს, კარგი ურთიერთობა მაქვს და კარგი მისავნება და რა ვიცი. მოგესალმებით. Noi migrăm ca am auzit că ați avut un bagaj. Qualificația de mai interesă și pasa nu s-a făcut asta mai simplu. Mă crezi că la legabile să la o proșu sau prișete. Ia. Ai să mă sunt să mă mi ani și tigaci care nu știu cum e la o să qualificații. Ce să se da. Sau nu bis. Hai să dai la net, pentru că la poliția პატაკში როგორც აღნიშნია წერია რომ მოხდა მასზე თავდასხმა ფიზიკური შეურაცხყოფა და ეს გამომდინარეობდა მისი სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე როდესაც მე პატაკი დამეწერა პატაკი გიორგი კავსაძემ უშუალოდ ჩემმა უფროსმა ითხრა რომ უკვე მზია მაღლობები დაკავებული იყო 353 პირველ მოხდის პირველი ნაწილი. ფორმალურად დაკავებული. Adași ațelierul mutat haldas. Adași ațelierul mutat și mutat სხვა სამართლებრივი კვალიფიკაციის საფუძველი. თქვენ განსაკუთრებით adași საფუძველზე. თქვენ განაცხადეთ ყველაფერი რომ თქვენი და პროცედურულად დაფავდა გინაზროს. ეხლა არა, მითხრა. საიდან გაშლა? სიასთან მიმართებაში ამ მომენტს მოზეწავდა ხოლმე. ნუ ახლა თავიდან თუ საიდან გაშლა, არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ მითხრა. დავალება არ არის არ მიმიღია. დავალება არ მიმიღია, რომ მე პროფესო გავიგე რომ 350 პრიმა მოგვით იყო ფორმალურად დაკავებული, ფაქტობრივად. ფაქტობრივად იყო დაკავებული და ასევე პატაკის შინაარსთან გამომდინარე პროკურორთან შეთანხმებით დავიწყეთ ამ მოქმედებას. ისგან გაიგე ამ კონკრეტულად ამითარებაში რომ თავადონზია დაკავებული იყო სწორედ უშუალოდ პატაკის ვინც მე დამაწერა პატაკი გიორგი კავსაძესაგან. კვალიფიკაცია განსაზღვრა გიორგი კავსაძე. მას არ განსაზღვრავს მითხრა რომ ამ მუხლით ფაქტობრივად არის დაკავებული. მიუხედავად იმისა რომ პატაკის შინაარსზე ძინავიერულად დაიწყო მიხარების საუბარი თავდასხმაზე შეურაცხყოფაზე თქვენ დაიწყეთ კვალიფიკაციით რომელიც თქვენ სწორად აღიარეთ. ნუ პატაკის შინაარსზე გამომდინარე არის აღწერილი რომ მან ესე იგი მოკაჩა კურდუგზე
ხელი დაარტყა მას სახეში და აქედან გამომდინარე რომ ის ასრულებდა სამსახურო საქმიანობას აღნიშნულ დაკავშირებით მიუღეთ ასეთი გადაწყვეტილება პროკურორთან შეთანხმებით. შეფასება პოლიციაზე თავласთან ასეთი არ ამას ნუ ახლა ფაქტია რომ არ არის ასე მე ვთქვი რაც ეწერა უკვე სხვა ამაში წერია ასეთი რამ მოგახსენებთ რომ 2025 წლის 12 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაგალითად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს ირაკლი ნეგუაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ კი მარცხენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყისა და ხურის მიდამოში, რასაც სხვა მყოფ მოქალაქეებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევეწარი მე და გიორგი ბჟალავა. ჩემი და გიორგი ბჟალავას მიერ მოხდა აღნიშნული ქალბატონის ბრალდებული საქმის დაკავება, რის შემდეგაც დაკავებული შევიყვანეთ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში და დაკავებული ქალბატონი აღნიშნულ ზია ამარგებელი ცხობს თქვენს რეაგირებას. ეს არის სულ კატარში წერილი. წარიგდეთ რატო? თქვენ ბრძანეთ რომ კატარში ეწერა რომ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდა სილის რაზმავა და აწერია ამ კატარში ეს. ნუ ახლა ჩვენი სობილი და ბინარი გაგიგებოვანეს და აქედან გამომდინარე მიუღე გადაწყვეტილება. რა პოლიციელი იყო ამ ნომერი გადაწყვეტილება. ჩემი კითხვა კიდევ ერთი კონკრეტად. თქვენ როდესაც გამოძიება და ისეთ მამუხლით, 353 წელი მამუხლით, რა საპროცესო ან რა ჰქონდა ვიდეოს არა, მაგრამ რა ვკაცარ. არც ვიდეო. ვიდეოს არ არის, განაცხადი არ დაწყალიერებული და აქ არის ატაკის რაია. ანუ რა ატაკი? რახან პოლიციელი იყო ნეგუაძე, ამიტომ ჩათმარე, რომ ის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პროგრამები. დიახ, ამიტომ და ასევე პროკურორთან შეთანხმებით შემოვყავით რომ დაგვეწვა აღნიშნული მოხდა. დავასრულეთ, ხო? თავდამზიას ხომ არ აქვს შეკითხვა ბატონ ლევანთან? არა, ხელახალი პირდაპირ ხომ არ აქვს პრობლემას ხარს? მადლობა ბატონ ლევან გამოცხადებისთვის, ისე მშვიდობას კარგად გრძანდებოდეთ.